9 ნოემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის 2014 წლის საბოლოო სეზონის ბოლო ეტაპი. ბოლოდინი მართლაც დიდი იყო, რადგან ამით ირკვეოდა წლის შედეგები. ამ დღეს გამოვლინდნენ როგორც რბოლის, ასევე საერთო ჩათვლის წლის გამარჯვებულები ყველა კლასში. რაც მთავარია, წლის შემაჯამებელმა რბოლამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ფორმულა ალფაში საბოლოო შედეგების მიხედვით მესამეზე სანდრო თავართქილაძე გავიდა. მეორეზე გიორგი ბეჯიდაშვილი, ხოლო პირველზე, როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ელღუდ მელაძე. სეზონის ბოლო რბოლისთვის ძალიან მაგარი რბოლა გამოვიდა. ქულები პრინციპში ძალიან ახლოს იყო, ამიტომ ყველას სჭირდებოდა რაღაცა ერთი პოზიციით წინ მაინც დაფინიშება, ამიტომ კარგი ომი გქონდა. ამ ფორმულაში არც თუ ისე იოლია, ესე მჭიდრო რბოლისთვის, მაგრამ საბინიოროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ჩემპიონატიც კარგად დასრულდა. გამარჯვებული გავხდი ბოლო ეტაპის, რაც ძალიან მიხარია. ვიტყვი რომ ფორმულაში წარმატება საქართველოში ეს საომავლოდ იქნება ხაზგასმა ზოგადად მსოფლიო წარმატების, იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში ძალიან მაგარი რბოლა გვაქვს. ამიტომ გულშემატკივარს ვთხოვ დაესწროს ჩვენს რბოლებს. რაც შეეხება ლეგენდებს, აქ მესამე დავით აფციაური იყო. მეორე შაშემდელი სეზონის გამარჯვებული დათა კაჯაი, ხოლო ლეგენდის კლასში 2014 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა არჩილ ბიცინაშვილი. ძალიან რთული გონკა იყო დღეს, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი მეთოქები იყვნენ, დათა კაჯაია და შოთა აფხაზავა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გავსულიყავი პირველი ადგილისთვის, ბოლომდე მეკავა რაღაც მზადელი იმისთვის, რომ ბოლო წრეზე გავსულიყავი და ყველაფერი გამომივიდა. მადლობა ჩემგუს, მადლობა VTB Bank-ს სპონსორობისთვის და რავი, ძალიან გაყოფილი ვარ დღეს დღევანდელი რბოლით. მე დავიწყე წელს ძალიან გვიან და წლის შედეგებით გავედი მე-3-4 ადგილზე მიახლოებით. კოდუასთან მქონდა რაღაც ორი ქულით სხვაობა და ბრძოლა ძირითადად მაგასთან უნდა მქონოდა. ჩემზე წინ არ უნდა დაეფინიშებინა და ისე მოხდა, რომ უკან დააფინიშა და გადავედი პირველზე. ჩემსი და კოდუას შორის იყო ეს ქულების მარტო პირველი მეორეზე ჭიდაობა და მეორე მესამეზე არ ვიცი იყო იქ კიდე რაღაც ბრძოლები, არ ვიცი იქ როგორ განაწილდა. მოკლედ მე პირველზე გავედი. მადლობა Liberty Bank-ს სპონსორობისთვის.
ჯერ მინდა თქვენ მაუწყებლობას დიდი მადლობა მოუხადო, რომ ესეთ განწყობით და ყველაფრით რომ მოდიხართ აქ რომ გადაიღოთ ეს რბოლა და ხალხს აჩვენთ რომ საქართველოში ავტორბოლა არსებობს. შეჯიბრი ბოლო იყო, სეზონის დამთავრება არის წლის 2014 წლის და შედარებით ისეთი რბოლა იყო რომ ჭიდაობაც იყო, მაგრამ ამასობაში ავდექი და გავახცია უკან ჭიდაობდნენ ერთმანეთში მანქანები და გავახცია ამ ჭიდაობიდან და წავედი წინ. მინდა მადლობა მოუხადოთ ჩემს სპონსორს დევალს და მინდა დიდი მადლობა მოუხადო რუსთავის ავტოდრომს რომ ესეთ შეჯიბრებს საწყობს. დღეს უკვე ფინალია, ბოლო ის არის. დღეს გამოიკვეთება გამარჯვებული. გააჩნიათ გამარჯვებული გამოკვეთილია, ეს თებურია, მაგრამ დღეს შეიძლება პირველ სამეურს თუ არ შევიდა, ვერ შეიკავოს თავისი ჩემპიონობა და წააგოს. ნახოთ რა, ბრძოლა კაი იქნება მეორე ადგილისთვის და პირველი ადგილისთვის და შევხედოთ ახლა როგორ იქნება რა. ჩვენ კმაყოფილები ვართ ჩვენი ფედერაცია, წლევანდელი სეზონით 7 ეტაპი იყო, 7-ვემ კარგად ჩაიარა. ბოლოს კი მოტოები. აქ წლის შედეგების მიხედვით მესამეზე გიორგი აბაშიძე გავიდა, მეორეზე ნიკა გოგოლი, ხოლო პირველი როგორც მოსალოდნელი იყო თორნიკე ქებურია.